Koalitsiya ძლიერი საქართველო ლელო ამ წუთებში სულხან საბას სკვერში მთაწმინდის ამომრჩეველს ხვდება. დღეს ეს აქტივობაც გვინდა რომ გაჩვენოთ. ღონისძიებაზე მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, ვიცე-მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლანა გალდავა ხვდებიან საზოგადოებას და აცნობენ რა თქმა უნდა პროგრამასა და საკუთარ ხედვებს. არის კითხვა-პასუხის რეჟიმი, ვნახოთ რა ხდება ახლა სულხან საბას სკვერში. ვიდრე ეს ღონისძიება დაიწყება, საინტერესო ახალი ამბებია ამ გაერთიანებასთან ერთად ალიანსში მყოფ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, შეთანხმებაში მყოფი კიდევ ერთი ძალისგან, ეს არის გახარიას გუნდი. და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ მისცა დიანა ტრაპაიძეს TV პირველს და ამბობს ასეთ რამეს, რომ დღეს პოლიტიკურ ბოიკოტში არაფერი შეცვლილოა, ჩვენ უბრალოდ დღეს ძალიან აქტიურად ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში და ამისთვის არ გვსალია, ამიტომ გადაწყვეტილება თუ რაიმე შეიცვალა პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით, ამ 12 მანდატთან დაკავშირებით, ამაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო დიდი ალბათობით მუნიციპალური არჩევნების შემდგომ და ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ გახარიას პარტია არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდი პოლიტიკურ ბოიკოტსაც შეწყვეტს. ახლა მოусმინოთ ლელო ძლიერ საქართველოს. ჩვენ აქ ვიკრიბებით, გვინდა მთაწმინდის პრობლემებზე, თბილისის პრობლემებზე ვილაპარაკობ და ჯერ კიდევ თბილისს ყავს მერი, რომელმაც ერთადერთხელ ახსენა მთაწმინდა და ისიც უხამსად გაახსენდა. და გამოექანეთ მთაწმინდაზეო. თქვა, ერთადერთხელ ახსენა მთაწმინდა, ერთადერთხელ გაახსენდა მთაწმინდა და არც კი დაფიქრებულა, იმდენად არადარდებს ეს ქალაქი. რომ არც დაფიქრებულა, რა ქვია ამ უბანს? მთაწმინდა ქვია. მამა დავით გარეჯელის უბანი ქვია, იმიტომ სანამ გარეჯში სამონასტრო ცხოვრებას დაიწყებდა და იმ არაჩვეულებრივ სიწმინდე შექმნიდა, რომელთაც ვამაყობთ, მანამდე აქ იყო, ხო? ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი, როგორც გითხრათ და ჩვენ მე ჯერ კიდე 4 ოქტომბრამდე რომერია მარტო ასე გაახსენდა. ჩვენ გვახსოვს ეს ქალაქი, იმიტომ რომ მართალია მე და ეს უბანი და გტკივა ეს ყველაფერი, ჩვენ არც ფერარებით დავდივარ და არც ლამბორჯინებით. აგერ ვცხოვრობ, 50 მეტრში ვცხოვრობ, საბურთალოელი კი ვარ ტომით. დავიბადე, გავიზარდე და დავრჩები სულ საბურთალოელად, მაგრამ 20 წელია სიძე ვარ მთაწმინდის და აქ რაც არის ყველაფერი მაწუხებს. ორმოებიდან დაწყებული, რომელიც ამოუსებელი არის. ყველა ქუჩაზე განახებთ ორმოებს, არ ვიცი, ხარკამეთში ჩაეტევა, ისეთი ამბავია. დამთავრებული იმ შენობებით, რომელიც ხალხს კი ლამაზად გამოიყურება ეს უბანი. მაგრამ როგორც კი კარში აღებ, როგორც კი ალაყაფში აღებ და ეზოში შეხვალ, მიხვდები რა ვითარებაში ცხოვრობს ხალხი. როგორ სუმის ხალვიცი აქ ვიღვიძებ, აქ ვიძინებ, ვიცი რა დარდიც აქ ამ ადამიანებს, ვინც ამ უბანში ცხოვრობენ. თავზე ენგრევად სახლები, ჯერ კიდე 2002 წლის აპრილის მიწისძვრიდან მოყოლებული გადახსნილია შუაზე შენობები. კაცი პატრონი არ არის. და იმ დროს, როცა კალაძე 8 წელია მერია და ერთადერთხელ გაახსენდა თქო მთაწმინდა ისეთ ამაზრზენ კონტექსტში და არც ერთ ეზოში არ მოსულა, არც ერთი ეზოს კარი არ შეუღია, არც ერთ სადარბაზოში არ ასულა. არც ერთ გადახლეჩილ, შუაზე გადახლეჩილ შენობასთან არ გაჩერებულა. რა დარდებს და ამ დროს გამოდის თავრობა და იძახის იმის ნაცვლად, რომ 12 წელია თბილისს მართავენ. ნარმანიან კალაძიანა. და ამ 12 წლის განმავლობაში აბსოლუტურად შეიძლება მოგვარება ავარიული შენობების. მაგრამ არა 12 წლის მართლობის თავზე გამოდიან და იძახიან, რომ სტადიონი უნდა ავაშენოთ ახალიო. გეგონა და ბრდღნიდეს ჩვენი ფეხბურთის ის რა ქვია ჩემპიონი, კი ძალიან კარგი იქნება, უკეთეს ჩემპიონი არ გქონდეს და 5 კაცი არ დადიოდეს სტადიონზე ჩვენი ჩემპიონატის სანახავად, მაგრამ 2 უშველებელი სტადიონი გვაქვს. ამ დროს გამოდიან ხალხს, რომ თავზე აი აქ მთაწმინდაზე თუ რამეს ვაჭარბებ, კეთილი ინობოს კალაძემ, ან დაუღიათ პირი მის მოადგილეებს და დავატარებ აქ ყველგან. დავატარებ და ვანახებ რა პირობებში ცხოვრობს ხალხი. ამ დროს 876 მილიონად უნდა ააშენონ აეროპორტთან ახალი სტადიონი. ვის რა ჯანდაბა ჭირდება ის სტადიონი? 1 მილიარდი ლარი უნდა დახარჯონ. იმდენად მოწყდნენ რეალობას. თორე აბა წალენჯიხაში ჩავიდო და კაცი 5 მილიონიანი მანქანით.
მაგრამ მოწყვეტილი არიან რეალობას. ჩვენ არა ვართ ამ რეალობას მოწყვეტილები. ფეხი დავდივარ ამ უბანში თუ ვინმე თუ იცის ამ უბანში იცია რომ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობ. დავდივარ და ისევე მიჭირს როგორც ხვებს, ისევე მილხის როგორც დანარჩენებს. და ძალიან მткиვა ის ყველაფერი უყურებ რომ ჩემს მარჯვნივას და მარცხნივაც რო გამოვდივარ ეზოდა როგორ ინგრევა და როგორი ძველთაძველი დენიკინის დროინდელი ხარაჩოები აქვს. ხარაჩოები იხვეწებიან რომ კიდე ახალი ხარაჩოები შემოგვაშველეთო ისე უბედურ დღეში არიან. ჩვენ ვამბობთ იმას რომ ამ ქალაქში რომელიც არის კოლელი ქალაქი კოლელი ბავშვები კვდებიან და მე პონტოელი პილატე ოროსანია კალაძესთან შედარებით გამოდის და ყველაფრისგან ხელს იბანს. გადმოვარდა პარაპეტი ხალხი მოკვდა ხალხის ბრალიაო იძახის ბავშვი ჩავარდა ჭაში ბავშვს დააბრალა დენ იქ მასში რა ქვია იქ კიდე რაღაც აქნა ვაკის პარკში 1-2 დილობის გულისთვის ვიღაც დააჭერინა ეს კვლელი ქალაქი აღარ უნდა ეს არაჩვეულებრივი ქალაქი ეს არაჩვეულებრივი უბანი იმსახურებს იმას რომ სულ მცირე არ გეშინოდეს წვიმის მიწისძვრის და თავზე რო არ დაგემხოს შენობები ამისთვის ფულიც არის ყველაფერი არის ოღონდ იმპულს სწორად გადანაწილება უნდა ფულს კი არ უნდა იპარავდე და ლამბორჯინებს და ფერარებს კი არ უნდა ყიდულობდე უაზრო პროექტებს კი არ უნდა გამოვიდა მეორე დღე ერთ დღეს გამოვიდა კობახიძე თქვა რომ უნდა ავაშენოთ სტადიონიო და მილიარდი უნდა ჩავათხლიშოთო იმიტომ ნახევარი უნდა მოიპარონ და მეორე დღეს გამოვიდა სამთავრობო ქალაქი უნდა ავაშენო წამოდით აბა ვნახოთ რომელ მათ კაბინეტშია ბზარი ყოველ წელს ახალი რომენტი, ყოველ წელს ახალი ავეჯი, ეს ის მანქანებით უნდა იარონ, ეთყობა არ ყოფნით სივრცე და ფერარი უნდა ატარონ კაბინეტებში, თორე კაბინეტებიც აქვს, სამინისტროებიც აქვს, მერიაც აქვს, გამგეობებიც აქვს, ჯანდაბაც აქვს და დოზანაც. მაგრამ თავარი არ აქვს, არ უყვართ ეს ქალაქი და არ ცხოვრობენ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებით. და ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ეს ქალაქი უნდა გახდეს უსაფრთხო ქალაქი, თბილისი უნდა დავიბრუნოთ. თაწმინდაც უნდა დავიბრუნოთ, საბურთალოც, მთელი საქართველო, დიახ, ვიღაცებს ამის თქმის ეშინიათ, იმიტომ რომ არ ჯერათ. უნდა გამოვგლიჯოთ ეს ქალაქი, იმიტომ რომ ჩვენ ამის გჯერა და ჩვენ ამას შევძლებთ და ჩვენ ამას მოვახერხებთ. მაგრამ სულ ამას ვამბობ, რომ ბრძოლაში რო შედიხარ და ჩვენ ვართ თავგანწირულ ბრძოლაში შესულები. და ყველა ხდება, ყველა რწმუნდება, რომ ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ, რაც სინამდვილეში გვაწუხებს ჩვენ, ანუ ხალხს, რაც არის ჩვენი ყოველდღიური პრობლემები. ამაზე ვლაპარაკობთ, ამის მოგვარებაზე ვფიქრობ დღე და ღამე და სულ ამას ვამბობ, რომ ბრძოლაში ვერ შევალ, თუ ყოჩი წინ არ მიმიძღვის ძალიან მაგარი, რომელსაც ვენდობი, რომლის იმედიც მაქვს, რომლისაც მჯერა და რომელსაც აი ესე თვალდახუჭული მივყვები და ვიცი, რომ ის შუა ბრძოლაში არ მიმოტოვებს. და მით უფრო იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთად ბრძოლაში ვარ შესული, ზურგში დანას და ზურგში ხანჯალს არ მივიღებ. რო არ გამიგძელდეს, ძალიან რო არ გამიგძელდეს, მე მინდა ძალიან მაგარი ბიჭი, სინდის ნამუსიანი, მაგარი მებრძოლი, თავისი ასაკის მიუხედავად, ძალიან გამოცდილი, ძალიან მტკიცე და ძალიან შეუპოვარი. თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, პარტია გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე მინდა წარმოგიდგინო. მოდი. მოგესალმებით. მადლობა ალეკოს. მოგესალმებით მთაწმინდებო. ესე იგი ალეკოს ცეთ ენერგია შემოაქვს, ახლა ჩვენ მოვდივართ წერეთლის ქუჩიდან, დიდუბიდან, მქონდა შემოვლა უბნის და მიგვიძღვება თავისი მართლა უზარმაზარი გამოცდილები და ცოდნით ამ ქალაქის. ამ კაცმა ნამდვილად იცის ამ ქალაქის გულისტკივილი, განსაკუთრებით იცის ამ უბნის გულისტკივილი. ვცდილობთ რომ ყოველთვის პოზიტიური კამპანია გქონდეს და დილას ასე ვიწყებთ ხოლმე. დილას ვიწყებთ პოზიტიურად, ენერგიულად, გავდივართ ქუჩაში, მთელი დღის განმავლობაში სიცხის მიუხედავად, ვახერხებთ რომ შევიდეთ ბაზრობებში, პატარა ჯიხურებში, ქუჩაში, პარკებში, ყველგან სადაც კი შეიძლება მივწვდეთ თბილისელებს, უთხრათ იმედის სიტყვა, ვესაუბროთ ჩვენს გეგმებზე, პროგრამაზე, იდეებზე, როგორ წარმოგვიდგენია ამ ქალაქში პრობლემების გადაჭრა, ძირითადად ბაზრობებზე გეტყვით და გარევაჭრობასთან დაკავშირებით. სადაც კი არ მივედით, ყველგან სხედან პენსიონერები. ყველგან, ყველა ბაზრობაზე, ყველა გარემოვაჭრე 99% არის ხანდაზმული. ამის პრობლემა ძალიან მარტივია. პრობლემის არსი არის მარტივი. დღეს ხელისუფლება არ დგას მოქალაქეების გვერდით. არ დგას ხანდაზმულების გვერდით. არ დგას პენსიონერების გვერდით, არ დგას მრავალშვილიანი დედების გვერდით.
ჩვენ შეხვედრა გქონდა მრავალშვილიან დედებთან, სადაც ერთ-ერთმა მშობელმა თქვა, რომ 4 შვილის დედა იყო და თქვა, რომ 4-ვე შვილი ერთდროულად გაუხდა ავად იმ რაღაც ცნობილი ვირუსით, რომელიც ახლა თბილისში დადის. და არჩევანის გაკეთება მოუწია იმის გამო, რომ არ უფინანსებდა მკურნალობას, არც დაზღვევა, არც თავისი სოციალურად დაუცველობის სტატუსი ყველას ერთდროულად, 2 შვილი დაეწვინა საავადმყოფოში და 2 არ დაეწვინა და სახლის პირობებში ემკურნალებინა. ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ უამრავ ავარიულ სახლს. გუშინ ვარკეთილში ვიყავით საღამოს და მოდის მოქალაქე და მე მერვე სართულზე ვცხოვრობ და ჩემი ბინის ყველა ოთახი დაბზარულია ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად. ექსპერტიზა ვერ ჩაატარებინა გამგეობას. ექსპერტიზა ჩაატარონ და დასკვნა დადონ, რომ სახიფათოა. რატო არ აკეთებენ ამას? იმიტომ არ აკეთებენ, რომ დოკუმენტის დადების პირობებში მათ უკვე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ავარიულ სახლზე. 10,000 ავარიული სახლი უკვე ამ ქალაქში აღრიცხულია და მათზეც არ არის საკმარისი 20 მილიონია გამოყოფილი. 20-25 მილიონი ყოველწლიურად ავარიული სახლების გამაგრებაზე, ან მშენებლობაზე, ან ჩანაცვლებაზე, მაშინ როცა მაგალითად გუშინ 10 მილიონი გადაიხადეს 100 მანქანის ყიდვისთვის. 100 ავტომობილის ყიდვა, რომელიღაცა სიპებს, აიპებს, რომელსაც გადაბურავენ, რომ ვინ ჩაჯდება ავტომობილში, ისიც ვერ დავინახოთ. უსამართლობის განცდა არის გამეფებული ჩვენს გარშემო. და ამ უსამართლობის განცდას სჭირდება ძლიერი წინააღმდეგობა, რომელსაც ქმნის ეს გუნდი, რომელსაც ქმნით თქვენ. მე თუ მკითხავთ, ის რაც თაწმინდაზე კვერელის ეკლესიას გაუკეთეს ქართულმა ოცნებამ, რომელიც რაღაც ჯურღმულში, ბეტონის ჯურღმულში მოაქციეს, ულამაზესი ტაძარი. ჯანყი უნდა დაწყებულიყო თაწმინდიდან. თაწმინდელები უნდა ყოფილიყვნენ, ვისაც ეს ჯანყი უნდა დაეწყო. ჩვენ არაერთხელ გავაპროტესტეთ იქ მიმდინარე ეს უმსგავსო მშენებლობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მართლმადიდებლურ ეკლესიას შემოაშენეს გარშემო რაღაც გაუგებარი სასტუმრო, რომელსაც რა თქმა უნდა კორუფციულად გასცეს ნებართვა. სხვა არგუმენტი არ არსებობს, როგორ შეიძლებოდა იქ ნებართვა გაეცათ. ამიტომ ჩვენ ვართ ბრძოლაში, ჩვენ ვართ წინააღმდეგობაში ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან, უბრალოდ არაკომპეტენტურ და კორუფციულ რეჟიმთან კი არა, რუსულ რეჟიმთან, რომელიც ხვალ აპირებს, რომ გამოაცხადოს სინდისის პატიმრების განაჩენები. მათ შორის ჩვენი 2 ძვირფასი მეგობრის, ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის შესახებ გადაწყვეტილება, სხვა ჩვენი თანამებრძოლების შესახებ, რომელსაც შეიძლება არ ვიცნობთ, ხელი არ ჩამოგვირთვევია, მაგრამ ხომ ვიცით ისინი რისთვის იბრძოდნენ? ვიცით. ამიტომ ჩვენ ამ ბრძოლას არ გავაჩერებთ. არაფრის ფასად არ გავაჩერებთ. გვეძახე რომ აგკრძალავენ? აგკრძალონ ბატონო. რა წინაღობაც არ უნდა არსებობდეს წინ, ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. ამ ბრძოლაში ალეკო როგორც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი თავარი სახე და ერთი ლიდერი, რომელიც გარეთ დაგვრჩა და ძალიან უფრთხილდებით. მათ შორის ჩვენი ახალი პარტნიორები, გახარია საქართველოსთვის გუნდი და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებთან ერთადაც ვაპირებთ, რომ თბილისი დავიბრუნოთ. თბილისი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. მე მინდა მივესალმო ტატა ხვედელიანს, რომელიც შემოგვიერთდა ვიცემერობის კანდიდატი. და ჩვენ ვიბრძვით ამ ქალაქის დასაბრუნებლად, თქვენთვის დასაბრუნებლად და წარმოგიდგენთ თბილისის ნომერ 1 ოლქში. ეს არის პირველი ოლქი, ისტორიულადაც თაწმინდა პირველი ღირებულების პირველი ისტორიული უბანია და სამართლებრივადაც არის პირველი ოლქი. მინდა წარმოგიდგინოთ თაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, საჯარო სამსახურში, საგანმანათლებლო საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანი. 2 შვილის დედა, თაწმინდელი, რომლის ოჯახი დღემდე თაწმინდაზე ცხოვრობს, ის ძალიან კარგად იცნობს ამ ოჯახს. ხუმრობით ვეძახი ხოლმე, ხარ ჩვენი ჯაველინი თქო. ის ტანკს საწინააღმდეგო იარაღი, რომელიც ყველა წინააღმდეგობას გადალახავს. მე მინდა წარმოგიდგინოთ თაწმინდელების პრობლემების ნამდვილად მომგვარებელი მოქალაქე, პოლიტიკოსი ლანა გალდავა. ლანა.
ხარ ულამაზესი თქვენ თვალყურს ადევნებდით ნომერი 9 ამ შემთხვევაში 25 გახარიას პარტიის ნომერი არ არის სტენდზე მხოლოდ ლელო ძლიერი საქართველოს შეხვედრა მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან და მათ წარადგინეს საკუთარი კანდიდატი როგორც იცით ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია ერთად იღებენ ერთი კანდიდატებით გადიან თვითმმართველობის არჩევნებში